დღეს სამზარეულოში ვაგებთ კერამიკულ ფილას და აქ არის მოსული სავაჭრო ცენტრი იდეალის წარმომადგენელი, რომელიც გაგვიწევს კონსულტაციას. რამოდენიმე პრინციპი ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვაგებთ კერამიკულ ფილებს. ეს არის ის, რომ აუცილებელია დავტოვოთ ღარების სისქე 2 მმ მაინც. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვაგებთ ხის ფაქტურის იმიტაციის ფილებს. როდესაც ვაგებთ ხის ფაქტურის იმიტაციის ფილებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ რაც აქვს სიგანი ფილას, შესვლა უნდა იყოს ზუსტად იმის ტოლი. მოსაჩინებისთვის გამიმარტეთ ფილაზე. კი ბატონო. ნუ აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 15-60 ზომის ფილა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სიგანი აქვს 15 სანტიმეტრი, ამიტომ ფილის შესვლა უნდა იყოს ზუსტად 15 სანტიმეტრი. ანუ რაც აქ ეს, უნდა იყოს აქ გადმოგვida. ზუსტად უნდა იყოს ამის ტოლი. ეს რომ არ დავიცვათ, რა შეიძლება რომ მოხდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ გავაკეთებთ ასე ვთქვათ, უფრო დიდ შესვლას ფილებს შორის, სავარაუდოდ ის გაიკეთებს ეგრეთ წოდებულ მუცელს. იმიტომ რომ დაწოლა იქნება არათანაბარი და ამოწევს ის. დიახ, სწორად მიხვდი. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მხოლოდ კერამიკული ფილის ხარისხზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. აუცილებელია რომ წებოცემენტი რომლითაც ვმუშაობთ ის იყოს ხარისხიანი და ასევე რა თქმა უნდა ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოც. დანარჩენი უკვე დაგების პრინციპიდან გამომდინარე, თუ ყველაფერი სწორად არის, თქვენს საბოლოო შედეგი გექნებათ მაქსიმალურად კარგი და იდეალური.